თუ ჩემი არ იქნება, ნურც იმის იქნება, ვისიც არის. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ახსნა იმ ბარბაროსობის, რაც 15 ივნისს კრემლის ბუნკერში დამალულმა ყასაბმა ჩაიდინა. ქრისტიანობის მართლმადიდებლობის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდის კიო-პეჩორის ლავრის განადგურების მცდელობა ომის დავნაშავის მხრიდან უსუსურობის, უმწეობის და მოსალოდნელი გარდაუვალი კატასტროფის აღიარებაა. უფრო ზუსტად რომ აღიქვათ გეტყვით, წარმოიდგინეთ რომ ყასაბს სვეტიცხოველი გელათი ბაგრატი ალავერდის სიონი დაებომბა მოპარულ მითვისებულ ისტორიაზე და არსებული იმპერია როცა შეუცებად დაღმასვას განიცდის არასებული რუსული მიწების და სამერის ერთობის აღსადგენად მოგონილ წმინდა ომს აგებს განადგურებაზე გადადის იმასაც კი ანადგურებს რაც მისი იმპერიული იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო. კიო-პეჩორის ლავრა დამპალ იმპერიაში მისი როგორც მესამე რომის და მართლმადიდებლობის უკანასკნელი დამცველის მითის საფუძვლად მოსკოვის ურდო ჯერ კიდევ იმ დროიდან იყენებს, რადგანაც კიევის რუსეთის მემკვიდრედ გამოაცხადა საკუთარი თავი. როდესაც იმპერიას ამ შემთხვევაში რუსეთის დამპალ იმპერიას საკუთარი სიმართლესთან ახლოს ისტორია არ გააჩნია, შემდეგ სხვისას ითვისებს, იპარავს და თუ ბოლომდე ვერ მოიპარა, განადგურებაზე გადადის. კიო-პეჩორის ლავრაზე მიტანილ იერიშ ქრისტიანობასთან, წმენასთან, მართლმადიდებლობასთან, ადამიანობასთან საერთოდ არაფერი აქვს, ამას არც თეოლოგობა და არც ისტორიკოსობა სჭირდება. ფაქტი ერთია 2014 წლიდან მოყოლებული მოსკოვის ურდო სისტემატიურად ანადგურებს უკრაინის კულტურულ, ისტორიულ, რელიგიურ მემკვიდრეობას. ამ წლების მანძილზე ურდომ სულ მცირე 737 ეკლესია გაანადგურა, 1783 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, 2540 კულტურული ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით ურდომ უკრაინიდან 1,700,000 სამუზეუმო ექსპონატი და არტეფაქტი მოიპარა. ალბათ შენიშნავთ, რომ პუტინის რუსეთის ხსენებისას მოსკოვია და ურდო ვახსენე, რა თქმა უნდა, შემთხვევით არა. ისტორიკოსი არ ვარ და ბევრი მუცლით მეზღაპრისგან განსხვავებით არც პრეტენზია მაქვს. ჩემთვის მინდოდა მეპოვნა პასუხი კითხვაზე, რას ედავება და საერთოდ რატომ ედავება მოსკოვი კიევს. თუ ბრმა არ ახარ, უკრაინელებისადმი სუბიექტური დამოკიდებულების გარეშეც მარტივად მიხვდები, რომ ტერიტორიების ოკუპაციამდე და ანექსიამდე მოსკოვი უკრაინის ისტორიის ოკუპაციას ახდენდა. რადგან ისტორიის ლექციას არ ვკითხულობ, მხოლოდ რამდენიმე კითხვას დავსვავ. პასუხებს ღია წყაროებში დაინტერესების შემთხვევაში ადვილად იპოვით. კითხვების შემდეგ კი ორ ფაქტს შემოგთავაზებთ, რითაც შევეცდებით დაგანახოთ, რას მალავდა და მალავს ჯერ მეფის რუსეთი, შემდეგ ბოლშევიკური, ახლა კი პუტინის რუსეთი. თქვენი აზრით აქვს თუ არა კავშირი სიტყვა რუსეთს ბერძნულ ენასთან? არის თუ არა ახლანდელი რუსეთი მონღოლთა ოქროს ურდოს ეგრეთ წოდებული მემკვიდრე და რატომ თვლიან ისტორიკოსები, რომ რუსეთის, ანუ მოსკოვის სამთავროს, ანუ მოსკოვიეს არაპირდაპირ დამარსებელი ჩინგისხანის შვილიშვილი ბათო ყაენი იყო და ალექსანდრ ნეველი მას ხარკის გადახდასთან ერთად ცარად ოტსად აღიარებდა. რატომ ფიქრობენ ისტორიკოსები, რომ ოქროს ურდოს და მონღოლთა დამხობის შემდეგ დასავლეთ სლავები ევროპული განვითარების გზას დაადგენდა მოსკოვი მონღოლურს, სადაც ყველა და ყველაფერი ერთ ადამიანს, მამას, ანუ ათას, ანუ ოტს ცარს ექვემდებარება და ემორჩილება. რატომ ფიქრობენ ისტორიკოსები, რომ უბანი უკრაინული მიწა და მას საერთო არაფერი აქვს რუსეთთან? რატომ ფიქრობენ ისტორიკოსები, რომ არავითარი სლავების გადასახლება ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კიევიდან არ მოხდარდა მოსკოვის სამთავროს ტერიტორიაზე, ტომის სახელად მერია ცხოვრობდა და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ხომ არ ფიქრობთ, რომ დასაფიქრებელია კიევის დიდი მთავრის ვლადიმერ დიდის ვაჟი იაროსლავ ბრძენის დროინდელი ვერცხლის მონეტაზე, რატომ არის გამოსახული სამკაპი, რომელიც უკრაინის და უკრაინელების ერთ-ერთი მთავარი ნაციონალური სიმბოლოა. მოგეხსენებათ, ის უკრაინის გერბს წარმოადგენს, ხოლო იმპერიული და ახლა უკვე პუტინის რუსეთის სიმბოლო ორთავიანი არწივი ფაქტობრივად ოქროს ურდოს სიმბოლოა. ჩეხ პოეტს, პუბლიცისტს, კრიტიკოსს და პოლიტიკურ მოღვაწეს კარლ ჰაველიჩიკ ბოროვიცკს 19 საუკუნეში ასე 180 წლის წინ რუსებზე ასეთი რამ აქვს ნათქვამი. რუსები ყველა რუსულს სლავურს უწოდებენ, რომ შემდეგ ყველაფერს სლავურს რუსული უწოდან. ძნელია ჩეხ პოეტს არ დაეთანხმა, როცა იცი, რომ ომის დაწყებისთვის იმპერიული ბოდების განხორციელების ლეგიტიმაციისთვის უკრაინელები და ბელორუსელები ურდომ ერთ ერად გამოაცხადა სამი ძმა, სადაც თავად უფროსია და მხოლოდ მან იცის, როგორ უნდა იცხოვრონ უკრაინელებმა და ბელორუსებმა. ისტორიული წიაღსვლებით არ და ვერ დაგალით. დაინტერესების შემთხვევაში ადვილად ნახავთ სხვაობას უკრაინელებსა და მოსკოვიელებს ახლანდელ რუსებს შორის. ადვილად დაანგრევთ იმპერიულ მითს, რომ
აღმოსავლეთ უკრაინა რუსი ხალხის ისტორიული მიწაა და ასე შემდეგ. Რა თქმა უნდა, ამითის არსებობას რუსმა პრეზიდენტმა პუტინთან გაქცეულმა იანუკოვიჩმა, რომელიც უკრაინულ დრონებს პუტინივით ემალება, ხელი შეუწყო, როდესაც კრემლის დავალებით აღმოსავლეთ უკრაინა დასავლეთ უკრაინას დაუპირისპირა. სხვისი ისტორიის, კულტურის, იდენტობის მითვისების ორი ფაქტი, რომელიც რუსი ხალხის ერთობის იმპერიულ მიწას ზღაპარს აშიშვლებს და მოსკოვიას ისტორიას ურდოს საწმისებთან გაუვალ დღე ჭაობთან ტოვებს. ეს პარიზია 2017 წლის 29 მაისი. პუტინი ახალდარჩეულ მაკროს ხვდება და გაყალბებულ ისტორიას როგორც ნამდვილ ამბავს ისე ასაღებს. Просвещенная французская публика знает о русской Анне, королеве Франции. Вот младшая дочь нашего великого князя Ярослава Мудрого была женой Генриха I и внесла существенный вклад в развитие Франции. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმი უკვე ოკუპირებულია, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის სიყალბის აღარავის უკვირს, კიევის მთავარის და მისი ქალიშვილის რუსეთის ისტორიასთან დაკავშირება მაინც მოულოდნელი იყო. მით უმეტეს იმ ფოზე, როცა 2016 წლის ნოემბერში, როდესაც კიევში ანას ძეგლი გაიხსნა, უკრაინაში საფრანგეთის მაშინელმა ელჩმა იზაბელ დიუმონმა საფრანგეთის დედოფალზე თქვა, რომ ის ფრანგების და უკრაინის მეგობრობის კავშირის სიმბოლოა. უკრაინისა და საფრანგეთის ისტორიული ფიგურების მითვისებას უკრაინული საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა. კომენტარი პრეზიდენტმა პოროშენკომაც კი გააკეთა. კრემლის პროპაგანდა კი რა თქმა უნდა ურდოს 1000 ისტორიულ ბოდოს ამართლებდა. სიმართლე კი ის არის, რომ არ არსებობს ისტორიული წყაროების შესახებ, რომ კიევში დაბადებული მთავრის ასული ანა ოდესმე მოსკოვიაში იმყოფებოდა. მის დიდ წინაპარ სვიატოსლავსკი საკმაოზე მეტად უკრაინული გარეგნობა ჰქონდა, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დედოფალი ანა ერთადერთი ფიგურა არ არის უკრაინის ისტორიიდან, რომელიც ურდოს იმპერიულმა ზღაპარმა მოიპარა და მიითვისა. მოსკოვი 2016 წლის ნოემბერი. კიევის დიდი მთავრის ვლადიმირის ზეგლის გახსნის ცერემონია. ისტორიის გაყალბების ხილული მაგალითი. Приветствую вас и поздравляю с открытием памятника святому равноапостольному князю Владимиру. Это большое, значимое событие и для Москвы, и для всей нашей страны, и для всех российских соотечественников. მე არაფერს ვამტკიცებ უკრაინელი ისტორიკოსების კითხოს დავსვამ, ანუ ვლადიმირმა კიევი კი არა მოსკოვია გააქრისტიანა? რა რუსეთის სახელმწიფო კიევის გაქრისტიანებასა და მოსკოვის სამთავროს ჩამოყალიბებას შორის თითქმის 300 წელია. ისევე როგორც კიევის რუსეთის ზოგადად უკრაინის ისტორიის მითვისება დაკნინება გაქრობის მცდელობა კიევ-პეჩორის ლავრა პუტინის იმპერიული ბოდის მთავარი პოლიტიკური რელიგიური სიმბოლოა. ფლობ ლავრას აყალბებ უკრაინის ისტორიას, გაქვს უფლება ფლობდე და აკონტროლებდე უკრაინას, რადგან უკრაინის გარეშე რუსეთის იმპერია არ არსებობს და ეს მხოლოდ პოლიტიკური თეორია არ არის. უკრაინის კონტროლი სხვა დომინოს პრინციპია ეგრეთ წოდებულ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამაზე ოდნა მოგვიანებით, მანამდე კი მოგონილი ამბავი მესამე რომის მართლმადიდებლობის ცენტრის და მართლმადიდებლობის ბოლო გოდოლის შესახებ. როგორ შეიძლება საღჭკუაზე მყოფ ადამიანმა დაიჯეროს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს კრემლის დანამატს კირილის ეკლესიას რამე კავშირი აქვს ღმერთთან, წმინდასთან, მართლმადიდებლობასთან, კირილის მართული კრემლის ეკლესია, როგორც რუსკი მირის იდეოლოგიის მომსახურე კანტორა დიდი ხანია წარმოადგენს ძალადობას, მკვლელობას, ომს და გენოციდს. კირილ გუნდიაევი კრიმინალური იდეოლოგიის თანამონაწილეა, ღმერთისა და ეკლესიის სახელით ურდოს ჯალათებს და მკვლელებს აკურთხებს. არაკასკლა მცნებაც კი გაუქვა და უკრაინელები მკვლელობაში იქით დაადანაშაულა. Русские, вставайте в бой на смертный. А как же заповедь «не убий», скажут нам оппоненты? На это есть простой и ясный ответ. Когда зло отнимает жизни людей, когда враг угрожает жизни старых и малых, женщин и детей, тогда именно бездействие недопустимо. კიევ-პეჩორის ლავრის დაბომბვაზე მსოფლიო ლიდერების განცხადებაზე დროს არ წაგართობთ. ერთი სიტყვით ასე გამოიხატება ბარბაროსობა. ახლა კი კითხვა მაქვს, სადმე ხომ არ მოგიკრავთ თვალი ან ხომ არ წაგიკითხავთ ეკლესიის რწმენის მართლმადიდებლობის ოჯახის სიწმინდის ბავშვების და ასე შემდეგ დამცველი ბატონი ივანიშვილის მისი რომელიმე ვაჟის მოქმედი ირაკლის ორბელენის სასახლის ბინადრის ცოცხალი ტროლის შეპეს, ქალბატონების წილუსანის წულუკიანის ზავრადაშვილის თინათინ რუხაძის, ბატონების ზარქუას ბოჟაძის, ვოლსკის, გენერალ დინარაძის, იპროჩას აღშფოთება, შეშფოთება, სინანული მოწოდება დაგბობა. ვეძებ ვერსად ნახე და თქვენ ხომ არ გინახავთ? არც პროპაგანდის მუდმივი კლიენტურა ექსპერტების, პოეტების, მწერლების, საზოგადო მოღვაწეების განცხადება ყოფილა?
არც გრადანაჩალნიკი 20%-იანი მერიკალიზის განცხადება არ ყოფილა? იცის კალაძე რომელია? აი, კიევის დინამოში რომ თამაშობდა, კიევი რომელია? აი, ლავრა სადაც არის, ალბათ არ ეცალა, ან ფერარის სერჩი იქნებოდა მორიგ ფოტოსესიაზე. სადმე სკვერში მორიგ ფოტოს იღებდა, რომ მერე მის ჩაცმულობაზე ვინმე რუს ბლოგერს მორიგი პოსტი დაედო ინსტაგრამზე, რომ აი, უდბილისი კაკოი სტილი მერ, იკა კონსტინა აძივაეცა. შესაძლოა ვაჭარებდა სალიესთან იყო შეხვედრაზე და მისი საარჩევნო ბანერის გამო ახლა რომ სადღაც სანაგვეზე გდია დაპატიმრებული ელენე ხოშტარის ჯანმრთელობის მდგომარეობას არგობდა. ამბობენ რომ ძალიან დარდობს რომ მის გამო 4 შვილის დედა ციხესშია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გართულებული აქვს. ძალიან წუხსო მისი ეკლესიურობა მართლმადიდებლობა ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დაცვა სხვა რამეზე ფიქრის დროს არ უტოვებსო. ამასთან გავიგე რომ საქართველოს 60 კილო ეკლესიის საპატრიარქო ელინესთან დაკავშირებით დიდ ღია წერილს ამზადებს. ისიც გავიგე რომ 2019-ში უკრაინის ტომოსის კითხვა რომ დაიწყეს სანაპიროზე და დღემდე არ დაუმთავრებიათ მისი კითხვა, ელინესთან დაკავშირებით ასე არ იქნება და წერილს მალე დავწერთ, მალე გამოვაქვეყნებთ. ხო მართლა, ანდრია პირველწოდებულის ეკლესიამ 60 კილო ეკლესიამ კიევ-პეჩორის ლავრის დაბომბაზე განადგურების მცდელობაზე რამე განცხადება გააკეთა? მის უწმინდესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს ბიჭუნისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს შიო მესამეს არაფერი უთქვამს. 15 ივნისის დილით ცივილიზებული სამყარო რუსების მორიგ ბარბაროსობაზე შეზწუნებული იყო და ამ დროს პატრიარქი სერბეთის პრეზიდენტს მასპინძლობდა, იქ ხომ არაფერი თქმულა? შეხვედრა მეტად გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართავდა და საუბარი შეეხო ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნო სულიერ და კულტურულ კავშირებსო და რადგან მართლმადიდებლობაო, იქნებ რამე განცხადებაა და მე გამომრჩა. და ისევ კიევ-პეჩორის ლავრა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში რომ აღარ არის და კიევისა და სრულიად უკრაინის ეკლესიას რომ ეკუთვნის, იმიტომ ხომ არ არის დუმილი? ხოლთ ვიკითხეთ რომ საპატრიარქოს უფრო დიდი და გრანდიოზული გეგმები აქვს, ასე მაგალითად როგორიც არის ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოება. როგორც მისმა უწმინდესობამ დაჯილდოებაზე განაცხადა, თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენ თვალწინ სწრაფად იცვლება საზოგადოებრივი გარემო და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ზნეობრივი ღირებულებები, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისთვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიის, ოჯახის, სკოლის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შრომა და ზრუნვა მომავალ თაობაზეო. ხო, მე მჯერა რომ ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ისწავლიან რა არის ჭეშმარიტი რწმენა და რა არის ფარისევლობა, რომ არ არსებობს რუსკი მირი და ის მხოლოდ კრემლის ურდოს იმპერიული პროპაგანდაა, რომ არ არსებობს რუსული მართლმადიდებლობა და ის მხოლოდ ურდოს იდეოლოგიის დანამატია, რომ უკრაინელი ბავშვების მკვლელობის და უკრაინული ტაძრების განადგურების მაკურთხებელი ურდოს საპატრიარქოს არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მიერ სიყვარულთან, რომ რუსებმა შეგვითეთრეს, დაგვიხურეს და დაგვინგრეს ეკლესიები და მონასტრები, დაგვიხუტეს სასულიერო პირები. ჯერ რომ განათლებული სასულიერო პირები, რომლებმაც ბავშვებთან სკოლაში უნდა იმუშაონ, მოყვებია რომ აფხაზეთში რუსმა ოკუპანტებმა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას ჩამოაცილეს ქართული ხუროთმოძღვრული იერსახე, გადაღებეს თეთრად და დაადგეს რუსული ხახვის ფორმის გუმბათი. რომ ბედიის მონასტერში განადგურებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის უნიკალური ფრესკა. რომ მოქვის საკადეტრო ტაძარმა საეჭვო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო პირვანდელი სახე დაკარგა და განადგურებულია უნიკალური ფრესკების ფრაგმენტები. რომ დრანდის ღვთისმშობლის ტაძრის ეგრეთ წოდებულ ინსტალაციასაც ისტორიული ფასადი დაზიანდა. მოუყვებია რომ ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების მე-19 საუკუნის ტაძარში 90-იანი წლების ბოლოს ქართული მსახურება აიკრძალდა ტაძარი რუსეთის ეკლესიის სქიზმატური შტოს სარგებლობაშია, რომ ზღუდერი წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც რუსების ომის დროს დაზიანდა, კანკელი თანამედროვე სამშენებლო მასალით თვითონებურად ააგეს. რომ 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში 20-ზე მეტი ეკლესია განადგურდა და დაზიანდა. და ბოლოს კიდევ ერთხელ უკრაინის გარეშე რუსეთის იმპერია არ არსებობს და ეს მხოლოდ პოლიტიკური თეორია არ არის. შესაბამისად, ბოდვაა რომ მოსკოვიას ურდო სხვის მიწაზე ამ შემთხვევაში უკრაინის მიწაზე რუსი ხალხის ინტერესებს იცავს. უკრაინის გადაყლაპით მოსკოვის ურდო ბელორუს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანსა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს ადვილად გადაყლაპავდა. უკრაინის კონტროლი მოსკოვის ურდოსის ძველ იმპერიულ ბოლშევიკური გეოპოლიტიკური გავლენის დაბრუნებაა. აკონტროლებ უკრაინას ხარ ევროპის ჟანდარმი. ამიტომ თქვა თავის დროზე ყასამმა, რომ
საბჭოთა კავშირის დანგრევა გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. უკრაინაზე თავდასხმით მოსკოვის ურდოს ამ კატასტროფის გამოსწორება უნდოდა, მაგრამ არავინ არ მოუწოდა იმ წინამდებობას, რაც დამპყრობელს და შემდეგ მთელ მსოფლიოს უკრაინელებმა აჩვენეს. მოსკოვიას ურდო უკრაინის მიწაზე მარცხდება პოლიტიკურად დამარცხდა მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბაქოში და ერევანში, მიხვდება რომ მხოლოდ ერთად ყოფით მოახერხებდნენ კრემლის ურდოსგან თავის დაღწევას. მიუხედავად ყველაფრისა, შუა აზიის სახელმწიფოებშიც კი შესუსტდა და უფრო შესუსტდება კრემლის გავლენა. ურდოს ბელორუსიც კი არ სჭირდება ასე ცალკე აღებული, თუ უკრაინა არ იქნება. უკრაინის სახელმწიფოს არსებობა კრემლის ურდოს ამ ფორმით არსებობის დასასრულია და თუ მხოლოდ სახელმწიფო კი არა, წარმატებული ევროპული ცივილიზებული დემოკრატიული იქნება უკრაინის სახელმწიფო, ეს ურდოსთვის კატასტროფაა. მხოლოდ კორუმპირებული, არადემოკრატიული წარუმატებელი რაღაც წარმონაქმნი შეიძლება არსებობდეს ურდოს საზღვართან, რომ კრემლის მიერ დამონებულმა ერთი სახელის ქვეშ რუსკი გაერთიანებულმა ერებმა სხვაობა არ დაინახონ. უკრაინამდე ეს სხვაობა 2003 წლის შემდგომი საქართველო იყო, უფრო მეტიც 2008 წლის ომის შემდეგაც კი. 2012 წლის შემდეგ ფურცელზე არსებული საქართველოს სახელმწიფო სწორედ ის მოდელია, რომელიც კრემლის ურდოში, მოსკოვიაში მოსწონდა. იმარჯვებს უკრაინა, იმარჯვებს საქართველო. ოღონდ ისე ნუ ვიზამთ, რომ უკრაინის გამარჯვებას მოუმზადებლები შეხვდეთ და ამ დროისთვის მოსკოვიას გაუვალ დღეში ვიყოთ დაკარგულები ან რუსულ ჭაობში ბოლომდე დამხმარებლები. თორემ უკრაინელი ერი ყასაბის მიერ დამობილ კიევ-პეჩორის ლავრას აუცილებლად აღადგენს, ზარები ისევ დარეკავს და წივალოცვა როგორც დღეს, ისევ უკრაინულ ენაზე იქნება. ჩვენ კიდევ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღებისათვის.